მოგესალმებით, მეგრო, თქვენ მე საბადა არხი კაპოჩიშრასონ სამი და დღეს მე ვსეირნობდი ამ სოფელში მოწყენილი. თქვენ ალბათ შემეკითხებით და რატომ მოწყენილი? მოვაკეთ ალბათ ყველას გახსოვთ ჩემი წინა ვიდეო, რომელსაც ქვია მე გამოვიჭირე ქურდები სოფელში მინიკრაფტში. მოვაკეთ რომ აგიხსნათ იმ ვიდეოში მე გამოვიჭირე ქურდები, რომლებიც იპარავდნენ ჩვენ სოფელში სუნურდებს, საკვებს, აზიანებდნენ ფერმებს და მე ჩამოვკიდე ჩემს სახლზე კამერა, რომელმაც დააფიქსირა ქურდები. და თითქოს მე უკვე გამოვიძახე პოლიცია, ნახეს ისი სუნურდები და სოფელი ისე უნდა ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ სამწუხაროდ არა. საქმე იმაშია, რომ იმ ყუთში აღმოაჩინეს მოპარული სუნურდების მხოლოდ 8%. ესე ის რამდენიმე სტაკის სუნუდი, დანარჩენი 92% არ იყო აღმოჩენილი. მაგის გამო ჩვენ სოფელში გრძელდება უამრავი უბედურება და პრობლემები, მაგალითად საკვების არ ყოფნა. მე მაქსიმალურად ვცდილობ ვუზრუნველყო დარჩენილ სოფლელებს საჭმლით, მაგრამ მე თვითონაც უკვე მითორდება რესურსები, უბრალოდ დააკვირდით. აი ეს დიდი ფერმა, როგორც უკვე ხედავთ, საერთოდ ნახევად არის ცარიელი. აი ასე ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი სოფელი ნელ-ნელა ხდება ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და მიტოვებულ სოფლად. მე რასაკვირველია ცდილობს რაღაცნაირად გამოასწოროს ეს საშინელი ვითარება. იქ მეძობელი სოფლისგან იღებთ დახმარებას და ქალაქისგან. მაგრამ ჯერჯერობით ესეც არ არის საკმარისი. სოფლიებსაც შეეხება ისინი უკვე ვეღარ ითმენენ და მიდიან ამ სოფლიდან ქალაქში ზოგი კი სხვა სოფლებში ნორმალური მომავლისთვის. სოფელში დავრჩეთ სადღაც 3 თუ 4 ადამიანი. ის დარჩენილი სოფლელებიც უკვე ამზადებენ ნივთებს გადასახლებისთვის. აი შეხედეთ მეგობრებო, ცარიელი ქუჩები, მიტოვებული სახლები, მოკლედ ამ სოფლის მომავალი საფრთხის ქვეშ არის. სიმართლე რომ გითხრათ, მეც უკვე ვემზადები გადასახლებისთვის. რასაკვირველია იმ იმედით, რომ კიდევ დავბრუნდები ამ სოფელში და სოფლეების დაბრუნდებიან და ერთად განვაგრძობთ ამ სოფლის განვითარებას. ახლა კი მე რამდენიმე კვირით ჩავა ქალაქში, აი მოვიმზადე ნივთები, აი რაც დამჩა, რასაკვირველია, აი 24 სუნუდი მე დავაგროვე რაღაცნაირად. მოკლედ ჩემი სახლიდან ასევე მე მინდა ავიღო აი ეს სამშენებლო მასალები, ეს ხის დაფები, იატაკი, კედლები, რათა თუ რამეა სხვა სოფელში ავაშენო ჩემი სახლის კოპია. მაგიტომ მოით მეგობრებო, მე უკვე ავიღებ აი ამ ინსტრუმენტებს და ჯერჯერობით ავიღებ ნაჯახს და так, მე მინდა პრინციპში მეგობრებო დავიწყო ჯერჯერობით აი ამ კედლიდან. და მე გადავიდე აი ამ უკვე იატაკზე და აი ამ კედლებსაც შეეხება ფანჯრას რასაკვირველია მე ვერ ავიღებ, იმიტომ შეუძლებელია, მაგიტომ უფრო კარგია ჯერჯერობით ხომ აი ამ კედლის ნაწილს ავიღებ და მე უკვე იატაკზე გავაგზავნებ და სხვა კედლებზე უკვე მომახერხებ რაღაცას. ხო, მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, ნამდვილი სევდიანი ისტორია, რომ ასე მიწევს ამ სოფლის, ასე ვთქვათ, მიტოვება, რასაკვირველია, არა სამუდამოდ, რასაკვირველია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე დაუბრუნდებით და აუცილებლად დაუბრუნდებით, ესეც ვნახავთ იმ დარჩენილ სუნუდებს, უბრალოდ საკვების არ ყოფნა, ის სუნუდების არ ყოფნა, ყველაფერი ძალიან ცუდადაა უკვე, ყველა მიატოვა თავისი სახლი და უკვე შეუძლებელია აქ ცხოვრება ჯერჯერობით. და გოგი, აი ეს უკვე პრინციპში ეს კედელი უკვე მზად არის, აი ახლა უფრო კარგია ჯერჯერობით საწოლს არ შევეხებ, აი ზუსტად აი აქედან დავიწყებ, ასევე აი ამ აქედან ახლა გავაბუჭებ ასე კედლებს მიდი, ასე. так, окей, და ახლა უკვე პრინციპში მეგობრებო შეგვიძლია წავიდეთ უკვე იატაკზე. ვერ გავიგე? სად ვარ? Stop. ეს რა არის? რა? ერთს მეგობრებო, stop. ერთს მეგობრებო, ერთს დროზე. გაგიჟება. ეს რა ჯანდაბა? მეგობრებო, დახედეთ. Stop. სარდაფი? და არ გავს სარდაფს. Stop. ერთს ეს ყველაფერი მიდის პირდაპირ ჩემი სახლის. შეხედეთ მეგობრებო, ზუსტად ჩემი სახლის ფორმისაა, შეხედეთ აი ასე მიდის პირდაპირ და მარჯვნივ უხვევს. და რა ჯანდაბაა? ვერ გავიგე? და დიდი ხანია ეს აქ არის? საწოლები, ყუთები. так, stop მეგობრებო, რაღაც ტვინი ვერ მიმუშავებს, ეს რა არის? მეთქი ახლა ჩემს სახლს, ასე ვთქვათ, ახლა
დაუყოფასე ავიღებ აქედან სამშენებლო მასალებს და არა რაღაც საოცარი სარდაფი ვნახე ეს ერთ რა არის კარა და ცარიელი კარა და მაცივარი რაღაც ცარიელი მაცივარი და ფეჩი ვერსტაკი აი ბლენდერი ონკანი მეგობრებო ვერაფერი ვერ კიდე წიგნისთავები შეიძლება წიგნისთავებში რამე არის არა შეგეთ მეგობრებო 5-ის არა 4 საწოლი და აი ეს რაღაც უკვე ამოწოს 4 საწოლი აქ რა ვიღაც 4 ადამიანი ცხოვრობს არ არსებობს და როგორ საიდან სერცობ გამოდის მე ვცხოვრობდი და როდის მოახერხეს შესაძლებელია იმ დროს როდესაც მე სამუშაოზე ოდესაც გავდიოდი და უფრო მეტი მაინტერესებს და რამდენი ხანია ეს აქ არის გაშენებული აი ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა რომელზეც პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით არ არის მოძებნილი და ვსვამ რაღაც ყუთები გაგიჟება ერთოს მეგობრებო და ეს შემთხვევით ის ისუნრუდები ერთ მეგობრებო ეს ყველაფერი ახლა უნდა გადავხარშო სტოპ რაღაც მგონი მე ვიცი სადაც არის განლაგებული ის ქურდები რომლებაც მოიპარეს ის 92% ინტო აი ამდენი შეხედეთ მეგობრებო ამდენი შემთხვევა არ არსებობს ზუსტად აი ამდენი საკი ისუმრუდი შეხედეთ რამდენი აქ მთელი 5 თითქმის არის გატენილი ისუმრუდებით და გოქი და ეს რა არის გაგიჟება და აი ეს მეგობრებო აი ეს ინსტრუმენტები მე მაგონებენ იმ ინსტრუმენტებს რომლებიც არის ჩვენ სოფელში რომლებიც მოიპარეს და აი ეს უკვე არის სასაცილო გონი მეგობრებო მე უკვე მივხვდი ეს 100%-იანი არიან ის ადამიანები ეს 100%-იანი არიან ის ადამიანები გაგიჟება მეგობრო თქვენ ალბათ თუ უყურეთ ჩემს წინა ვიდეოებს ერთ მეგობრო უნდა გადავხარშოს ყველაფერი თუ მოგეთ მეგობრო თუ თქვენ უყურეთ ჩემს წინა ვიდეოს მშენებლების შესახებ სადაც მე გავიგე მათი გეგმა მაშინ თქვენ იგებთ რატომ ვიცი 100%-იანი რომ ეს არიან მშენებლები იმიტომ მეგობრო შეგეთ ასეთ იასამისფერი ქურთუკებით მოკეთ იცმევდნენ ეს მშენებლები ასეთ იასამისფერ ქურთუკებს და იღებდნენ ასე ვთქვათ ამ სოფლების ტანსაცმელს შემოიჭრებოდნენ ჩვენს სოფელში და სულ უნდოდა ჩვენი სოფლის განადგურება ახლა მგონი 100%-იანი ვიცი რომ ეს გონი მართლა მშენებლები არიან თაქს ოკეი ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ მეგობრებო გონი ვიღაცა მოდის რაღაც ისმეს ის ტაქსოპერის მეგობრებო დროზე უნდა დავკეთო სად დავიმალო შკამი ო კარადე ვთხოვთ მეგობრებო სტოპ რაღაც ნაბიჯები მესმის так ვთქვათ ჩამოდი და ახლა მომიყევი რა მოიპარეთ დღეს დიახ მოკლედ დახედეთ თითქმის მთლიანი 5 ისურვდების ასევე სოფლის ინსტრუმენტები და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ საკვების მოპარვა მაგრამ არის ერთი პრობლემა იმ პოლიციამ დააკავა ჩვენი 2 ადამიანი რაღა პრობლემაა მომიძებნე ახალი ადამიანები დროზე კარგი ახლა წავიდეთ რადგან ხომ გახსოვს რომ ჩვენი მთავარი მიზანია ამ სოფლის მაქსიმალური გაღარიბება რათა ყველა აქედან გაიქცეს და ჩვენ ავაშენოთ ამ ადგილას სავაჭრო ცენტრი გაგიჟება მეგობრებო თქვენ ყველაფერი გაიგეთ აი ზუსტად აი ჩემი იატაკიდან გამოსურენ так გამოისიო პრინციპში так ვიდეო ის მაქვს და აქ ვიდეო გადაღებული და უკვე პრინციპში ვიცი რომ გამოისწამეთ მეგობრებო მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს მშენებლები ცხოვრობდნენ ჩემი სახლის ქვეშ და ახლა მინდა აქედან რაღაცნაირად გამოვიდე მაგრამ ჯანდაბა როგორ გამოვიდე აქედან მთელი აქ შეხედეთ აქ არის მშენებლები რომლებიც ეგრევე დამენახავენ ერთ-ერთი იდეა ისაა რომ მე მაქვს ახლა ნაჯახი და შემიძლია ახლა ხო აი იატაკს გავთრეახლავე так ახლა შესაძლებელია კარადაში რაღაცა იყოს საბა ვერ გავიგე
მე ჩვენება ისევ შენ Так, ანუ გაჩერდით, stop. ყველა გააღეთ ეს კარადა, ოკეი? კაი, სიმართლეს გეტყვით შენებლებო, ოკეი? მე ისევ გავიგე თქვენი გეგმა, მაგრამ რაც თავარია, ერთი კითხვა მაქვს, რისთვის გინდათ ეს ყველაფერი? სერიოზულად, ამდენი ხანია, უკვე არ ვიცი, 4 ვიდეო მაქვს მე თქვენზე გადაღებული, თქვენ ამდენი ხანია უკვე მეხუთედ ცდილობთ, რომ განადგოთ ჩვენი სოფელი იმისთვის, რომ უბრალოდ აშეოთ რაღაც დებილური სავაჭრო ცენტრი, თქვენ სერიოზულად, თქვენ თვითონ ახლა სინდისი გაქვთ საერთოდ, რომ ამ ყველაფერს შვებით უბრალოდ რაღაც დაწყების სავაჭრო ცენტრის გამო. სულ ეჩრების ხვის საქმეებში. კაი, ოკეი, გეტყვით, კი. ის ადამიანები, რომლებიც დაიჭრა პოლიციამ, გამოიცეს შენი ბრალია, რომ დაიჭრეს ის ორი ადამიანები. კი. ის ადამიანები იყო ჩვენს მიერ გამოგზავნილი სპეციალურად ყველაფერს აქედან ვიპარავდით. ის სუმრუდებს, საკვებს და ჭადს ჩვენს გავაცარიელეთ, აბარა იმისთვის, რომ თქვენ აღარ დაგრჩეთ სხვა ვარიანტი და გადასახდეთ, გაეთრიოთ აქედან და დაგვითმოთ აქ ტერიტორია. Так, ოკეი, გასაგებია, მაგრამ ერთი რამ, მე თუ რამე მაქვს გადაღებული ვიდეო და შემიძლია ადვილად გადავიღო ეს ჩემი იატაკი, შემიძლია ადვილად ახლა დავურეკო პოლიციას და ყველაფერი მოუყვეთ. მე თუ რამე მაქვს ახლა კი ვიღებ ვიდეოს. მე მაქვს ახლა ვიდეო გადაღებული და თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენი ხანი ჩაჯდებით ციხეში. შენ 100%-იანი იცი ეს? ბაშე გამოიღეთ დროზე იარაღი. რა? სტოპ, მეგობრებო, ერთად და გაითირეთ აქედან, გაითირეთ. მეგობრო, დროზე. სტოპ, მეგობრებო, ერთად იწვრიან. გაგიჟება. არანორმალურები ხართ. გაგიჟება. გამოდი, შიშარა. გაგიჟება, მეგობრებო, იწვრიან. ვთხოვთ. არანორმალურები ეს უბრალოდ ფსიქები ნამდვილები. გიჟებიათ, მეგობრებო, კიდე იწვრიან. ვთხოვთ. Так, ერთს მეგობრებო, რა უნდა ქნა? Так, სტოპ. აქ იყო რაღაც ინსტრუმენტები ერთს და გაია, მეგობრებო, так, სტოპ. ნაჯახი, ალმასის ნაჯახი, საერთოდ მეგობრებო, ყველაფერი უნდა ავიღო აქედან. ნუ მეგობრებო, ახლა იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა, так, მეგობრებო, ერთს მოეთ, მზად ხართ? იმედია თქვენ მზად ხართ. 3, 2, 1 და მეგობრებო, გავდეხოთ. აბა გამოვედი რა გინდათ? დროზე მეგობრებო, დროზე. არ წარწახვიდეთ, დროზე მეგობრებო. ჯანდა. სტოპ. გაჩერდი. მოკლა, ეგრევე გეუბნები. აქ გაჩერდი. ჩადება. კაი, საბა შენ მოიგე, მაგრამ არ დაგავიწეს აი ხო ეს. არა, სტოპ მეგობრებო. იარაღის გამოღება უნდა და არანორმალურსაც. მეგობრებო, так, სგონი ყველა მოუკალი. Так, კაია, შესანიშნავად აქვს, ოკეი, მეგობრებო. Так, ახლა ეს სუნუდები, так, ძალიან კაია. ეს სუნუდები აქ იყოს. აი, წამოგეთ, მეგობრებო, მე ახლა ამ იატაკს თუ აღარ ავიღებდი, ასე ვთქვათ. გაგიჟება, წამოვიდეთ, მეგობრებო, მთელი ამ ხის განმავლობაში ეს არანორმალური მშენებლები ცხოვრობდნენ ჩემი სახლის ქვეშ და იპარავდნენ აქედან ისოვნოდებსა და საკვებს აღარიბებდნენ ამ საწყალსოფას, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ისევ კიდევ ერთხელ დავიჭირეთ ისინი და გამოვიჭირეთ მათი საშინში გეგმა და ისევ ასე ვთქვათ, არ მივეცით საშუალება ჩვენი სოფლის განადგურების. კაი, მეგობრებო, მე კი ახლა წავედი. აუცილებლად ახლა უნდა გავაფრთხო მერს და უნდა დავაბრუნოთ ეს სუმრუდების ძლივს, მეგობრებო, ძალიან კარგია და შესანიშნავია. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყოველდღიურს ბოლომდე. თუ მოგეზრდათ აქეთ, მე ახლა წავედი. ნახვამდის.